მოგესალმებით, მეგობრებო, პატარა ვიდეო მინდა ჩაგიწეროთ ნათალურ რუკასთან დაკავშირებით რა არის? ნათალური რუკა რა შეგვიძლია წავიკითხოთ რუკაში? რა შეგვიძლია დავინახოთ და გამოვიყენოთ ეს ინფორმაციები და როგორ ხდება ამის გამოყენება, ხო? მე ჩემი მეთოდით ვილაპარაკებ, რადგან მე ცოტა სხვა მიდგომა მაქვს ასტროლოგიაში, თქვათ როგორ შეგვიძლია რუკის დანახვა და აი ამას გაგანდობთ ჩემს ხედვებს. საერთოდ მე ვმუშაობ მეგობრებო სამ შრეზე, რუკაზე. ეს იქნება კარმულ-ეზოთერული შრე, იქნება ჩვეულებრივი მაგალითად რუკაში, მოვლენები, მოსალოდნელი თუ მოლოდინი რაც იყო მაგალითად. ამავე დროს არის მნიშვნელოვანი ასტროფსიქოლოგიის შემოტანა ასტროლოგიაში. ანუ ეს იცი როგორი მომენტი არის, როდესაც აი ადრეც გქონდა საუბარი, ადრე ძველი ასტროლოგია ესე მუშაობდა, მეფე მოკვდება. შემდეგი ასტროლოგია იყო უკვე რომ ეს რო არ გააკეთოს მეფე მოკვდება, ესე გადარჩება. და ეხლა არის ის ფაზა, რომ ისე გავაკეთოთ, რომ ეს რეალური სიკვდილი ან რეალური უბედურება კი არ იყოს, ან ტრანსფორმაციასთან იყოს კავშირი. ან საერთოდ არაფერი ისეთი არ მოხდეს და ემოციურ დონეზე იყოს, ხო? აი ეს უკვე ფსიქოლოგიური ასტროლოგიის ნაწილი არის, მეგობრებო, როდესაც ჩვენ უკვე მოვლენებსაც, საკუთარ ენერგიასაც ვაკონტროლებთ, ვაცნობიერებთ და შემდგომ უკვე პოზიტივსაც ვიზიდავთ და ნეგატივსაც ვამუშავებთ ან განვიზიდავთ, ხო? ეს არის თანამედროვე ასტროლოგია, მაგრამ ჯამში ყველაფერი ერთად უნდა ჩავთოთ. კარმული ასტროლოგია ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ეს გვაჩვენებს მაგალითად როცა რეინკარნაციულ სისტემაზე ვლაპარაკობთ, აქ ძალიან ბევრი რამის დანახვა შეიძლება ამ კუთხით თუ შევხედავთ, თუ არა და ეს არის ოჯახური ეგრეგორული ასტროლოგიიდან დანახვა, როდესაც იგივე შეგვიძლია ვთქვათ როგორც წინაპრების მოდელზე, ხო? და ეს როგორც წესი, აი გონიათ რომ მე მხოლოდ ასტროფსიქოლოგი ვარ და მხოლოდ ფსიქოლოგიურად გავდივართ რუკას, სამივე შრეზე გავდივართ ფაქტიურად, პირად რუკას და თქვენც ახლა ვინც ერკვევით ასტროლოგიაში მომყვებით, თქვათ ვიდეოებში ან ცალკე გისწავლიათ, აი ამას გირჩევთ, რომ ყველა შრე ჩართოთ. ეს ეზოთერული ინფორმაცია არის, მაინც პირადი რუკა და მთლიანობაში, მთელი რუკის დანახვისას ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი რამ დავინახოთ და ძალიან ბევრი რამზე ვიმუშაოთ ამავე დროს საკუთარ თავზე. გავიცნოთ ჯერ პირველ რიგში საკუთარი თავი, ხო? აი, როდესაც კლაიენტებზე ვლაპარაკობთ, რომ მდებარეობაში არის, რომ სახლში არის, სხვაშორის ვისაც სწავლა გნებავთ ასტროლოგიის მარტში მეწყება კურსი და წელიწადში ორჯერ ვაკეთებ ხოლმე საერთოდ ესეთ ასტროლოგიის შესასწავლ კურსებს და იქაც მხოლოდ სწავლა არ არის, ეს არის ფაქტობრივად ფსიქოლოგიური მუშაობა თავზე. მე აი ამ სამივე შრეზე ვმუშაობ ხოლმე სწავლის პროცესში, ვუხსნი მაგალითად და გავდივართ პირადი რუკებით სასწავლო პროცესს. და ეს ძალიან საინტერესოა და ჩემი პირადი საავტორო ეს არის ეს შედგენილი პროგრამა. მე რასაც ვხედავ ხოლმე ვთქვათ, როგორ მუშაობს ასტროლოგია, რა უჭირთ, როგორ შეუძლიათ რომ უფრო მარტივად გაიგონ, რა გამოცდილება მაქვს, იმას ვუზიარებ. და ძალიან მნიშვნელოვანი არის ხა ჩემთან მოდიან ხოლმე ვისაც აი თავის თავზე მუშაობა უნდა განაის მარტო რომ ეხლა ვთქვათ ასტროლოგია ვისწავლე უბრალოდ არა აი ნენელა სწავლობენ ხოლმე რომ საკუთარ თავზე ემუშაონ კი უფრო ეძებონ უფრო იქეკონ ხო იმიტომ რომ რუკა აი ამაში გვეხმარება მეგობრებო რომ ძალიან ბევრი რაღაცის დანახვა შეგვიძლია და გაცნობიერება საკუთარ თავზე ესეთი რაღაცეები საკუთარ თავზე ვერც ფსიქოთერაპიაზე ვერ გავივლით ვერც სხვადასხვა ტექნიკების ფსიქოლოგიებში ვერ გავივლით ვერც ნუმეროლოგიაში ვერ გავივლით ვერც ერთ სისტემა ადრე ყველა სისტემა მაქვს ნაცადი არსად არ არის ის სიღრმე ის დეტალურობა რაც შეიძლება ასტროლოგიაში იყოს და არსად არ არის ის აი როგორ გითხრათ აი ეს ღრმა შრეები სადაც ხედავთ ჩვენ თავს სადაც შეგვიძლია არა მარტო ჩვენი თავი დავინახოთ, არამედ გარემოც დავინახოთ, იმიტომ რომ ჩვენ რუკაში გარემოც ჩანს, ჩვენი მომავალიც ჩანს, ჩვენი წარსულიც ჩანს და ჩვენი გარემოცვის მომავალიც ჩანს, სხვათა შორის მაქვს ხოლმე სახლების თემაზე ტრენინგები, სადაც იქ გავდივართ, რომ მთელი ჩვენი გარემოცვის ბედიც კი შეგვიძლია დავინახოთ პირად რუკაში, აღარ ვლაპარაკობ იქ ბევრ სხვა რამეზე და აი აქედან გამომდინარე, მე მაგალითად ესე ვუყურებ, რომ ასტროლოგია ის განხრა არის, სადაც ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ საკუთარი თავი შევიცნოთ
კიდევ ერთხელ უფრო გავუგოთ საკუთარ თავს და დამიჯერეთ საკუთარი თავის გაგებიდან იმდენად მარტივად გასაგები ხდება გარემოცვა, იმდენად გასაგები ხდება მეუღლე, იქნება შვილი, იქნება დედა, სიდადრის სიმამრი, რა ვიცი, მეზობელი, ნათესავი. ძალიან ბევრი ადამიანი გასაგები ხდება ჩვენთვის და როცა რაღაცები გვესმის, იქ აგრესია იკლებს, იქ იკლებს დაუცველობის შეგრძნება, იმატებს უსაფრთხოების განცდა, ხო? აი ძალიან ბევრი რაღაც არის ასტროფსიქოლოგია, მე ამიტომ მიყვარს უფრო, რომ აი ამ შრეებში ჩაღრმავებით ჩვენ შეგვიძლია უკვე სერიოზულად დაუახლოვდეთ ადამიანებს გარშემო, გაუგოთ მათ და მოვერგოთ გარემოს და როცა საკუთარ თავსაც ვიცნობ სხვებსაც და რაღაცნაირად ჰარმონია შემოდის, იცით, საკუთარ შინაგან სამყაროში. განვითარება შემოდის, რაც თავარია, რა, მარტო ფსიქოლოგიაში ვინც არის, ხომ? აი თუ ასტროლოგიური რაღაც ესეთი ხედვა არ აქვს, ხო, სადღაც ვიჭედებით. აი მარტო ასტროლოგიაში რო ვიყოთ, სადღაც გავიჭედებით, იქ ფსიქოლოგია რო არ დავამატოთ. მარტო ფსიქოლოგიურ ასტროლოგიაში ვიქნებით და კარმულს არ დავამატებთ, ხო? იქ სადღაც რაღაცები გაუგებარი რჩება, ხო? და ეს არის ერთიანი სისტემა. ეს კარმული ასტროლოგია ეზოთერული, ხო? კარმულ ეზოთერული განხრა, როდესაც ზოგადად ენერგიებზე ვლაპარაკობთ, ხო? და როდესაც მაგალითად ტრანზიტულ რუკებზე ვლაპარაკობთ, რა ხდება სოფლიოში მაგალითად, ხო, ჩვენთან რა პროცესები შეიძლება იყოს, ანუ გლობალური ჭრილი რო ავიღოთ, ხო? აი ამ ენერგიებთან კონტაქტში ჩვენ უნდა გავიდეთ, უკვე ასტროფილოსოფიასთან, იმიტომ რომ ეს უკვე ფილოსოფიური საწყისი არის, ეს არის რაღაც სამყაროს ენერგიებთან კავშირი, ძალიან გლობალური ხედვები არის აქ საჭირო, ხო, რომ დავინახოთ ეს კავშირები, როდესაც სოფლიო პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, სოფლიო მოვლენებზე ვლაპარაკობთ, ან სოფლიო მოვლენებზე მაგალითად კატაკლიზმების კუთხით ვლაპარაკობთ, ხო, აქ უკვე ასტროლოგია ინდივიდუალურიდან გადადის უფრო მასშტაბურზე და ეს მასშტაბური არის ფილოსოფია, ეს არის უკვე სამყაროს მოწყობის წესებზე, როდესაც ხედავთ რომ რაღაცები იქნება და ის ახდება და ეს მკითხაობა არ არის, ეს ენერგიები არის, ხო, და შეიძლება უბრალოდ ენერგიები დავიჭიროთ, ხო, ეხლა არის ნათალური რუკა, როდესაც ჩვენ დავიბადეთ და იქ ჩაირთო ეს ბედი, ესე რომ ეძახიან, რაღაცებს ეძახიან, ეხა ბედის მატრიცაო თუ რაღაცეები, ეს პოპულისტური ენით. და სიამოვნებაში ამას უბრალოდ ასტროლოგიური პირადი რუკა ქვია. ნუმეროლოგიაშიც არის რაღაც მატრიცები და რაღაცეები, მაგრამ იცით რა არის, იმდენად ღრმა არის ასტროლოგია, რომ ვერანაირი სხვა სისტემა მე ჯერ ვერ ვნახე, რომელიც შეიძლება დავამატოთ, შეიძლება დავადოთ კიდევ უფრო სხვადასხვა კუთხით, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ჩემთვის პირადად უნიკალური გზა, რომელიც მთლიანობაში ხედავს ადამიანს, მთლიანობაში ხედავს აი ამ სამყაროში, ხო, რაღაც დიდი სამყაროს ნაწილი და ესე არის, თქვათ, ტრანზიტული ასტროლოგიაც, ხო, ტრანზიტული ნიშნავს ცაზე ახლა რა ხდება და მე შეიძლება დაბადების მომენტში ჩამერთო რაღაც ბედი, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ მე ეს ტრანზიტულში ბევრი რაღაცა ხდება, იქ ჩვენ ნათალურ რუკასთან გადის უამრავი ასპექტები, იქ იცვლება ენერგიები, ეს ენერგიები ჩვენზე როგორ მოქმედებს, რომ ეს ცალკე ტრანზიტული რუკა, ანუ ცაზე ახლა რა ხდება და ის რომ დავადოთ ჩვენ რუკას, ხო? და აი აქ დავიჭერთ ისეთ მთლიანობას, იცით როგორ ნაწილს დავიჭერთ, რომ მარტონი კი არა ვართ ამ სამყაროში, რაღაც ერთი დიდი გონის ნაწილი ვართ, რაღაც ერთი დიდი სისტემის ნაწილი ვართ და აი ასტროლოგია ჩემთვის არის უფრო ფილოსოფიური აზროვნების ჩართვა, უფრო გლობალური აზროვნების ჩართვა, როგორც გლობალური ნაწილის რაღაც პატარა მნიშვნელოვანი ნაწილი ვართ, ხო? ქვეყანა იქნება, ინდივიდი იქნება, ერი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. და აი ძალიან კარგად ჩანს ცაზე. და ძალიან კარგად ჩანს ძალიან ბევრი საუკუნეა, უბრალოდ ნენელა ვითარდება ეს სფეროც, რაც ძალიან მიხარია, რომ ეს რაღაც წვლილი შემაქვს ამ განვითარებაში და ძალიან საინტერესო კვლევები მაქვს, რომელსაც აუცილებლად წიგნში შემოგთავაზებ. უფრო სიღრმისეულად, უფრო ფართოდ გაშლილად, უფრო მე მიჭირს ხოლმე ესე თვითონ ისე საუბარი აქ ვიდეოებში დროის სიმცირის გამო. ვეცდები წიგნებში უკვე უფრო სიღრმისეულად დავწერო გამოცდილებები, ხო 15 წელი ასტროლოგიაში ვარ. 10 წელია ვიკვლევდი ჰიპნოთერაპიას, სხვათა შორის ამაზეც ცალკე მინდა კარმული ასტროლოგიიდან, საიდან მაქვს სამდენი
ძალიან ბევრი კვლევები მაქვს და საიდან ხედავ ამ კარმული ასტროლოგიის რაღაც ძალიან სერიოზულ რა მაგალითად იუნგის ფსიქოლოგიიდან იუნგი არქეტიპებს ამბობდა აი ამ კარმული ასტროლოგიის ნაწილიდან ხო შესაძლოა მეც რაღაც იუნგის ნაშრომებს რო ვეცნობოდი ის სიღრმე არ არის ასტროლოგიის რაც საჭირო არის მართალი რო გითხრათ თან იმ დროს არ იყო ასტროლოგია ესე კარმულ დონეზე განვითარებული ახლა ცოტა სხვა მიმართულებები არის სხვა შეიძლება რაც ჰიპნოთერაპიების ეს ამუშავება დაიწყო გაცილებით მეტი ინფორმაციები არის უკვე კარმული ასტროლოგიიდან გაცილებით მეტად განვითარდა ეს კარმული ასტროლოგიის ნაწილი და მე სულ მხარეს ვარ მეგობრებო რომ არ აქვს მნიშვნელობა ჰიპნოთერაპიაში ახლა სკეპტიკოსებმა რომ მუშაობს თუ მართლა იყო თუ არ მაინტერესებს ეს მართალი რო გითხრათ რა იყო მართლა და რა არა ფსიქიკაში ეს ცხოვრობს როგორც სურათხატები განცდები იგივე არის აი მე მიმუშავე ადამიანებთან ხედავ კარმულ ასპექტს ხედავ რომ ეკითხები არ აქვს ის გამოვლილი ეხლა ამ ცხოვრებაში ის დრამა ის დანაკარგები და რომ მილაპარაკია რომ აი ეს დაკარგე აი ამ ეს ენერგია შენში არის ხო და ეხლა ესე კი არ ვამბობ რომ აი ეს დაკარგე აი ნენელა რომ მივდივართ და რამოდენიმეს დაუწყე აი ცრემლები წამოსვლია რომ აი არ ვიცი რატომ არა ის ამ დანაკარგის შეგრძნება მაქვს და აი ისე გრძნობდა ეს ადამიანი თითქოს მართლა იყო იმ სფეროში ის დანაკარგი ოღონდ ძალიან მასშტაბურად განიცდიდა და გამოტირება ხდებოდა ხოლმე შეხვედრის დროს პირად რიკვეს მაგიტომ გონებით ზოგჯერ მხოლოდ ის არ არის ხა ჩემთან პირადი რუკა და კომბინაციები გავიაროთ და დავხუროთ თემა ხო ზოგჯერ აი პირდაპირ ხმა კარმულ ასპექტებზე იმასაც უყურებ ადამიანი რამდენად მომყვება რამდენად შეიძლება მასთან ხო შესვლა სიღრმეებში ამას უყურებ რა თქმა უნდა და იმის მიხედვით მივდივართ და რო ყოფილა აი ეს ძალიან ღრმა კონტაქტი ქვეცნობიერთან გამოუტირებიათ ის ემოცია რასაც კარმულ ასპექტებზე ვამბობ ხო პირდაპირ აქ ჰიპნოთერაპიაც არ დაგჭირვებია აი პირდაპირ გზნობდა ადამიანი თითქოს მართლა დაკარგა და ნენელა მიდიოდა პროცესი გამომშვიდობების ამ ყველაფერთან და აი სანამ არ არის დახურული კარმულ გეშტალტს ვეძახი ამას იქამდე ის პროგრამა ტრიალებს და უკმაყოფილებლობის შეგრძნება არის და მე ვამბობ ხოლმე რომ რაღაც ისულელებს აკეთებს ადამიანი რაღაც ან საერთოდ არაფერს არ აკეთებს ან დეპრესიაში ან არაფერს გაკეთება არ უნდა ან რაღაცაში არის ადამიანი და თვითონაც არის ის რაში არის ან უბრალოდ ენერგია არ აქვს რო ინტერესი არ აქვს რო განვითარდეს იმიტომ რომ რაღაცა არის მაშინ ხო აქ ბევრი სხვადასხვა კომბინაციას გულისხმობ და აქედან გამომდინარე მე ეს ენერგია გვიჭედავს გვიბლოკავს ენერგეტიკულ ბალანს აქ უკვე ეზოთერული ასტროლოგიიდან რო შევხედოთ როგორც ენერგეტიკული ბლოკები ისე მუშაობს ზის ჩვენში და არ გვაძლევს განვითარების საშუალებას და ხშირად ვამბობ ხოლმე რომ კარმული ასპექტები აი იმ აღმავალზე იმის შესრულებაზე არ გვსვამს იმ ფარველის ენერგიის გამოხატვის შესაძლებლობას არ გვაძლევს იუპიტერს არ თავს ხო და აი აქ როგორც წესი ეს კარმული ასპექტების ჩვენ ენაზე და ეზოთერულ ენაზე ეს არის ენერგეტიკული ბლოკების და ფსიქოლოგიურ ენაზე ეს არის შინაგანი გამოუხატავი სურვილების დაბლოკილი სურვილების ენერგია და იქ თუნდაც ახლა ფროიდი როცა სექსუალურ ენერგიაზე ლაპარაკობდა რომელიც დაბლოკილია თუ არის და ის გადადის სრულ დესტრუქციაში და ნგრევაში ჩვენ უფრო ფილოსოფიური მასშტაბით რო გავშალოთ ეს არ არის მარტო სექსუალურ ენერგიაზე ლაპარაკი ეს არის სურვილებზე ეს არის იდეალებზეც ზოგს აქვს მატერიალისტური იდეალები ზოგს მაღალი ღირებულებები რომელიც ასევე მიჯაჭვულობებთან არის კავშირში და მანდაც რო გაგვაჩვენებს რომელ შრეზე აქვს ადამიანს ეს პრობლემა და აი როცა გვიმუშავია ხდეონებით ისეთივე გამოტირება ქონია ადამიანს თითქოს მართლა ეს მომხდარა მართლა გამოუვლია მართლა დანაკარგი ყოფილა და თვითონაც უყვირდა რომ ეს არ მიგრძნია და რატო გრძნობ ამ ყველაფერს ხო თითქოს მართლა მქონდა და იმიტომ რომ ხო კარმულ ასპექტებში ჩანს და ხო ვიცი რომ ეს უდევს ადამიანს ხო ქვეცნობიერში და არ აქვს მნიშვნელობა კარმულს დავარქმევთ თუ რას ეხა ასტროლოგია არის მკურნალობასთან ძალიან კავშირში მეგობრებო სამკურნალო სფეროში შეგვიძლია გადავიყვანოთ იმიტომ რომ ასტროფსიქოლოგია თუნდაც ან ასტროლოგიური ასპექტები როცა ადამიანის შინაგან სამყაროს გარჩევას ვიწყებთ ის რა თქმა უნდა სამკურნალოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვეულებრივად ნებისმიერი გაცნობიერება ეს თავისთავად მკურნალობა არის ნივთიერებითი მკურნალობა როცა სამედიცინო სფეროში ვართ ორგანოზე მკურნალობა არის ფსიქოლოგიური მკურნალობა ხო
თევზის და ქალწულის ღერთს რო ვამბობთ ხოლმე. აი ასტროლოგია და ფსიქოლოგია და აი ეს მეცნიერებები, რომელიც უფრო ისეთ ადამიანის შიგნით არის მიმართული და არა გარეთ, ხო? ეს როგორც წესი ყოველთვის მკურნალის ენერგეტიკასთან არის კავშირში, მკურნალობასთან არის კავშირში და ძალიან მნიშვნელოვანი არის ამას რო ვეხებით, აი ზუსტად აი ეს მიდგომა გქონდეს, რომ აქ ჩვენ შევდივართ ფსიქიკის სხვადასხვა შრეებში, იქნება ეს ოჯახური სცენარების შრე, დნმ-ის დონეზე, ოჯახური გზავნილები, კარმული გზავნილები, მომავალთან დაკავშირებითაც, იცი, ხშირად სულ მაგას ხედავ ხოლმე, ხშირად, რომ ზოგჯერ მარტო წარსული კი არ არის, აი, მაგალითად, ქალს აქვს პრობლემები და გავიდა წლები და მე ხვდება რომ აი მომავალში როგორც განვითარდა მისი ცხოვრება არ იყო მაინც ხო კომფორტულად და კარგად და თითქოს წინასწარვე მას უკვე ბლოკი ქონდა შინაგანად ხო აი ჯანმრთელობის ზოგ ჯანმრთელობის ზოგს სხვადასხვა კუთხით ხო და აქ ზუსტად მაგას ეხება რომ ქვეცნობიერმა ძალიან კარგად იცის პატარა კვატები ცურავე და კაროც იხედავთ თუ არა ხო და აი ამ ასპექტებში ხშირად გასულან ან თერაპიებზე რომ უმუშავიათ მე რომ ძალიან კარგად იცის ადამიანმა თავის მომავალის და ზოგჯერ ჩვენი ბევრი პრობლემა დაკავშირებული არის მომავალთან ხო მომავალს გრძნობთ ჩვენ და ამ მომავალთან დაკავშირებით უკვე ორგანიზმის ხანდახან რეაგირებს ხოლმე. ესე ძალიან მნიშვნელოვანია და წარმოიდგინეთ ასტროლოგიის გამოყენებით ჩვენ ფაქტიურად საკუთარი თავის მკურნალობაც შეგვიძლია ფსიქოლოგიურად გაცნობიერებით მკურნალობა, როცა ვაცნობიერებთ რაღაც პრობლემებს, ჩვენ თავს რო ვაცნობიერებთ, ჩვენ თავს რო უღრმავდებით, ჯერ ერთ-ერთიც არა მარტო მკურნალობა, ეს განვითარებაც არის, ხო? იმიტომ რომ სულიერ განვითარებაში რა არის მნიშვნელოვანი? სულიერ განვითარება საერთოდ რა არის? ეს არ არის რაღაც ის გაბწყინებული სიარული და ლოტოსის პოზაში ჯდომა და ესენი ხო ახლა როგორც არის ხოლმე რა სულიერი განვითარება ეს არის საკუთარი თავისკენ დაბრუნება მე ესე ვხედა აქედან იწყება ყველაფერი იმიტომ რომ თუ ჩვენ ილუზორულ მეში გამოვიჭედეთ და თუ ჩვენ თავს არ ვიცნობთ და რაღაც სამყაროს მას ვეძებთ ხო გაბწყინებას ეს არის ნარკოტიკული თრობას რო ეძახიან ხოლმე ხო ეს ნეპტუნური თრობა რა აი წარმოსახვევში და აი ზნობებში ვარ ძალიან და სად ვარ წარმოდგენა არ მაქვს ხო ჩემ თავთან მაინც არ მაქვს კონტაქტი და ეგ ეპოქაც ამ ბურუსის და იმის ეპოქაც გაივლის ხო აი ეს თრობის ეპოქაც რასაც ქვია ადამიანებში რაღაც ილუზორულად ვითომ წმინდანები ვითომ რაღაცა ჩვენც უნდა დავამარცხოთ ჩვენში ხო ეს რაღაც ნარკოტიკული დადებით ემოციებზე დამოკიდებულება ხო და უნდა იყოს ნამდვილ მესთან კონტაქტი აი მას ძალიან კარგად გვეხმარება პირადი რუკა და აი აქ მნიშვნელოვანი იცით რა არის ბანდა ვადი ჩოკი ეხლა და დავამთავროთ რა ისინი არ მაცლიან ხო გასაგებია ხო ალბათ რაში არის აქ საქმე რა როგორ შეგვიძლია ამ ყველაფერთან შეხებისას იპოვოთ ის მთავარი რას ვეძებთ ჩვენ ცხოვრებაში და ჩვენ ყველანი ვეძებთ აი ზოგი ამბობს რომ ბედნიერებას ვეძებთ მოდი ვამბობ რომ ბედნიერებას ვეძებთ სიყვარულს ვეძებთ სიხარულს ვეძებთ სინამდვილეში ლაუდედულო ჯუგილო სინამდვილეში საკუთარ თავს ვეძებთ აქ ხოლაო ბანდა საკუთარ თავს ვეძებთ მეგობრებო ამ ავთენტურ მეს ვეძებთ იმ ღერს, სადაც, მოდი ესე ვთქვათ, საკუთარი მეები გაიყო შიგნით, აი ამ პროცესში იქნებოდა ეს სოციუმი, იქნებოდა ეს დაბადებიდან მოყოლებული სხვადასხვა გარემოებები, ხო, 1000 მიზეზი არის მანდ და აი ამ სტრამვებში, აი ამ გარემოში, რამდენად შეგვიძლია საკუთარი მე ვნახოთ, საკუთარი მე დავიბრუნოთ, ხო? აი ეს არის ძალიან გრძელი პროცესი და მაგიტომ მნიშვნელოვანი არის ხა მე მიუხედავად იმით რომ ასტროლოგიაში ვარ თან ძალიან ბევრი წელი არის ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანი არის აკადემიური ცოდნა ჩემთვის მნიშვნელოვანი არის გამოცდილება მაგიტომ არის რომ კლასიკური ესეთი ჩამოყალიბებული ფსიქოლოგია ყოველთვის ჩემთვის რაღაც დასაყრდენად მინდა რომ მქონდეს მყარი სტრუქტურა ესე რომ ვთქვათ ფსიქოლოგიის სადაც გამოცდილებები არის დაკვირვებები არის შესწავლა არის ხო უამრავი სხვადასხვა
ხედვებით, ხო და გამოცდილებით და აი ამავე დროს აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ დასაყრდენზე ასტროლოგიურადაც აი ეს ორი სისტემის გაერთიანებით ვისწავლოთ უკვე საკუთარ თავთან მოდი ესე ვთქვათ რამდენიმე სხვადასხვა სისტემები დაკორება და განვითარება. მე ესე ვხედავ ამ ყველაფერს და რა ვიცი გაგზიარებთ ხოლმე კიდევ ერთხელ უბრალოდ ისე მინდოდა ამ ასტროლოგიაზე პირად რუკაზე კიდევ ერთხელ განმარტებები თქვენთვის ამეხსნა რა არის პირადი რუკა როგორ შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ რა დანიშნულება აქვს ამ პირად რუკას და ერთი მინდა კიდე გითხრათ ხშირად მეუბნებიან ხოლმე რომ აი რუკა გაკეთებული მაქვს და ეს როგორ შეგიძლიათ რომ კიდე თქვათ ჩვენ ესეთი შეხვედრა გქონდეს ხო მე გირჩევდით რომ რაც უფრო მეტ ასტროლოგთან მიხვალთ ყველა სხვადასხვა აზრია ყველა სხვადასხვა ხა რუკიდან გამომდინარე ყველა ერთი რუკა არის მაგრამ ყველას აქვს თავისი ნიჭი თავისი უნარები თავისი ხედვები ხო და ყველა გვეხმარება იცით აი როგორც ახლა ფსიქოთერაპიაში საკმაოდ ბევრ ფსიქოლოგთან ვარ ნამყოფი ხო ისე ასტროლოგიაშიც მსგავსი სისტემა არის რა არ არის ესე რომ ერთი რუკა არის და მორჩა ერთი ინტერპრეტაცია არის ეგრე არ არსებობს იქ ყველას თავისი ის აქვს რაღაც თვალი, მახვილი, იქ შეიძლება სხვადასხვა რაღაცები დაინახონ და ამასობაში ჩვენ უკვე ვერ ყვევით, ხო? ვერ ამიშნელებს ასტროლოგიაში ვერ ყვევით კიდევ მეტად. მეტი საფიქრალი გქონდა, ეს არის თერაპიული ნაწილი ასტროლოგთან ყოფნა, იმიტომ რომ ის გვაბრუნებს ჩვენ მესთან. ეს ის დრო არის, ის საათნახევარი იქნება 2 საათი იქნება როცა ხართ ასტროლოგთან, ხო? ეს არის საკუთარ თავზე მუშაობა, საკუთარ თავთან კონტაქტის მნიშვნელობა და ეს ისე იგივე თერაპიული მიდგომა არის, ხო? და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის მაქსიმალურად მეტი შეხება, ისწავლეთ თქვენს ასტროლოგია, ჩაუღრმავდით თქვენ თავს, ხო? თქვენ ახლობლებს გაიცანით როგორები არიან და დამიჯერეთ ასტროლოგიაზე მეტად ამას ვერც ერთი სხვა სისტემა ვერ ახერხებს ხო ეს ფსიქოლოგიაც არის ეს რაღაცა მნიშვნელოვანი ღერძი მაგრამ ინდივიდუალურად ადამიანს ვეხებით მხოლოდ პირადი რუკით ყველაზე ღრმა შრეებში და ფსიქოლოგიას თუ შეუძლია გაარჩიოს ადამიანის ბუნება ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ასტროლოგიას შეუძლია 2 წუთში დაინახოს ადამიანი ხო და ის ძალიან სერიოზული დაზოგვარი ენერგიის თან ზუსტი დიაგნოზი არის არ არის მკითხაობა სულ ვადარებ ხოლმე ასტროლოგიას როცა ექიმთან მივდივართ ანალიზებზე და ყველაფერი გამოკვლეული გვაქვს უკვე და გვიდევს ეს ანალიზები ეს არის ასტროლოგიური პირადი რუკა ჩვენ შეგვიძლია უკვე ჩვენ სულში რა ხდება ყველანაირ დონეზე დნმ-ის დონეზე გენეტიკურ დონეზე, კარმულ დონეზე მთლიანად დიაგნოზი დავსვათ, ხო, გარკვეულწილად და აი მკურნალობის პროცესი უკვე ფსიქოთერაპიის ჩართვა არის. გააჩნია დიაგნოზი, შეიძლება ხოლო სწორი კვებით ეშველოს ადამიანს და დიეტა დაჭირდა, შეიძლება სერიოზული მკურნალობა დაჭირდეს. აი სერიოზული მკურნალობა თუ ჭირდება, იქ უკვე ფსიქოთერაპიული მიდგომა არის საჭირო. და ნუ პიროვნული განვითარებაც არის ჩემთვის ეს ფსიქოთერაპია არ არის მნიშვნელობა რაღაცა უნდა გჭირდეს ეს ძველი მიდგომა არის ესეც რომ ფსიქოლოგი თუ გჭირდებოდა ესე კი რაღაცა პრობლემა ქონდა ფსიქიკის ადამიანს ეს ძველი ხედვა არის თანამედროვეობაში ეს არის ჩვეულებრივი პიროვნული განვითარება იცით აი როგორც ტრენინგზე წახვალთ ან რაღაც სხვადასხვა ისეთ იმაზე წახვალთ ლექციაზე იგივე არის ფსიქოთერაპია ხო ყოველ ჩვენ თავს უთმობთ აქ დროს ეს არის მნიშვნელოვანი და აი ამ სისტემების გაერთიანებით ხო ძალიან სერიოზულად ხდება ადამიანის ნამდვილ მესთან კონტაქტი და არა რაღაც წარმოსახვითთან ხო ეს წარმოსახვითი ეგოები და წარმოსახვითი მეები არის ეს სოფლიოში გაბატონებული ლამის მესამე სოფლიო ომი რომ მოამზადონ ხო უკვე ზუსტად აი ფსიქოლოგიურად არაგანვითარებული ადამიანები და არ ქვია თითქოს რომ რაღაც სერიოზული პრობლემები აქვს ადამიანს, მაგრამ დაულაგებლები არიან და სხვების პრობლემა ხდება. საერთოდ პირად ცხოვრებაშიც როცა ვაკვირდები ხოლმე, ხო, აი კარმული ასპექტები ეს რაც უფრო გამოუკლებელი არის, რაც უფრო ადამიანს არ აქვს ამ საკუთარ შინაგან სამყაროსთან ურთიერთობა, მით უფრო პრობლემური ხდება სხვა ადამიანებისთვის. იცით, მით უფრო ვერ აგვარებს იქ ცხოვრებას უფრო მძიმე ხდება შვილებისთვის, მეუღლისთვის, მშობლებისთვის, ან მშობლების შვილებისთვის და ის რაღაცნაირად მოუგვარებელი წრე ხდება, ხო, რაღაც მარტო რჩება ადამიანი ძალიან თავის თავთან და ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ზუსტად ამასთან კონტაქტზე გასვლა, ხო, რომ არ ვიყოთ არც სხვებისთვის შემაწუხებელი და ყველაზე მთავარი რაც ჩვენი თავისთვის არ ვიყოთ შემაწუხებელი, ხო? და ის პირადი რუკა ძალიან გვეხმარება მეგობრებო ამ ყველაფერში. მოგენებით მე 3-ვე შრეზე გავდივარ კარმულზეც
ეზოთერული კარმული სფერო, ჩვეულებრივი ასტროლოგია, იქ თქვათ კომბინაციებში, როგორ ხდება, სად აქვს წარმატების შანსი, სად აქვს ფინანსური რესურსების შანსი სიტყვაზე, სად აქვს ჯანმრთელობასთან რისკები. ანუ ეს ჩვეულებრივი ასტროლოგია არის, ანალიზი უბრალოდ პირად რუკაში რა ხდება და არის ფსიქოლოგიური შრე, სად აქვს ადამიანის ტრავმები, სად აქვს სირთულეები პოტენციური, რომელიც ჩვენ ხშირად ბავშვობაში ვაბრუნებთ მე ადამიანს და ვამბობთ, რომ ეს ასპექტი არის რაღაც ტრავმიდან გამომდინარე, ხო და აქედან გამომდინარე ძალიან ისეთი კომპლექსური სფერო არის, ძალიან ბევრი შრით და ბევრი ინფორმაციით ხდება ხოლმე ადამიანთან ურთიერთობა და ძალიან საინტერესო არის ეს ყველაფერი და დაგემშვიდობებით მე მგონი კიდევ ერთხელ უფრო ავხსენი ასტროფსიქოლოგიის და ზოგადად ასტროლოგიის არსი და წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო.